ლენტეხის მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური და სპორტულ-კულტურული ღონისძიებები მოეწყო. აქცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ფარგლებში გაიმართა და მას ორგანიზება ადგილობრივმა მოსახლეობამ და არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონული განვითარების ახალგაზრდული ფონდის წარმომადგენლებმა გაუწიეს. დაბა ლენტეხში პროექტის ორგანიზატორებმა ხეები დარგეს, ასევე მოეწყო დასუფთავების აქცია და გაიწმინდა მეწყერის შედეგად დაგროვებული ნაგავი. ლენტეხში შეიქმნა ახალგაზრდული კლუბი, სადაც მოხდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის სასარგებლო ღონისძიებების დაგეგმა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა მოგვიანებით სპორტულ კომპლექსს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა. ეს კონფერენცია ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩამოსულები არიან რეგიონებიდან, სხვადასხვა სოფლებიდან, სკოლები იღებს მონაწილეობას. მიზანი არის ამ კონფერენციის, რომ ბავშვებმა გაეღმაონ თავიანთი ცოდნა და უფრო მეტი ძალისხმევით დაეუფლონ სწავლას. გერმანული სექციაზე გამოაგზავნე თემა კერძოდ ერიხმარია რემარკის zwei Kameraden და გავიგე რომ პირველი ადგილი დაიკავა და შესაბამისად პირველი ხარისხის დიპლომით დამაჯილდოვეს.